არის მოღალატე, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უღალატა. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო კარტების გახსნა, თუმცა ბოლომდე ყველა კარტი არ გაუხსნია, არ დაასახელა კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, იმ ადამიანის, ვინც მასთან სისტემატიურად ჩადიოდა უკრაინაში, ეუბნებოდა, რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. აღნიშნა, რომ ორჯერ ჰქონდა მცდელობა საქართველოში დაბრუნების, პირველად ეს იყო 2020 წელს, თუმცა მაშინ აღმოჩნდა, რომ მისი მონაცემები გათქვა სავარაუდო მოღალატემ, მას მიაწოდეს სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაწოდა მან და ამის გამო ბათუმში დიდი განგაში გამოცხადა, როგორც მიხეილ სააკაშვილი ყოფა. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, როდესაც სააკაშვილმა მოახერხა საქართველოში შემოსვლა, ამ თემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მაშინაც იგივე ადამიანი იყო პირი, ვინც მას ეუბნებოდა, რომ უნდა ჩამოსულიყო, პირდებოდა, რომ დახვდებოდა სააკაშვილის საქართველოში, თუმცა აღმოჩნდა, რომ არავინ არ დახვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მეტიც სააკაშვილმა თქვა, რომ სწორედ ამ პირმა მიაწოდა რუსულ სპეცსამსახურებს მისი ადგილმდებარეობის კოორდინატები. მინდოდა საქართველოს ჩამოსვლა, იმიტომ მიუხედავად ძალიან galxenil ცხოვრებას უკრაინაში შეუძლებელია მეხურები ასე დაკრინებისთვის შემოგვეწეს. ეს არის მარტივი ჩამოსვლა, გაგებით რომ იყვნენ რუსეთის აგენტურად ჩემ გარემოცვაში ჩასული, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა, რომელიც ჩამოდი ამის თქმა მიარჩენდებოდა, მაგრამ მე გარკვეულ დობა გაიჩნდა ჩემ გარემოცვაში. ჯერ პირველად როცა მოდიოდი 2020-ში გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას და როდესაც ჩვენ დაპირებები იახდით მოვადებით საქართველოს პარტიაში განგაში გამოჩნდა წინასწარ ყველაფერი იცოდეთ და მომიხდა უკანაფრთხილება და მეორეჯერ უნდა დავხვედრო და როცა ჩამოვედი არ გავხდა არამედ ზუსტად 2 საათი გახდა გამოს ვიდეო რუსეთის დავალებით თემჩენ მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალობას არის ასეთი ადამიანი ის შემოს პროვოკაციაში მონაწილეობდა მაგრამ ამის მნიშვნელობა არ აქვს გალატი იყო და იცოდა თავარია ჩვენ ვიღავით ჩვენ ვიღოთ მოწოდების სიმაღლეზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის ბოლოს დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ თავადი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ მოღალატეები ვერ დაისაჯნენ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეყოლება მალე ხელისუფლება, რომელიც ყველა მოღალატეს დასჯის. სააკაშვილი დღევანდელი სასამართლოს ხდომიდან გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს დაპატიმრებული ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს ზუსტად 1 საათში სააკაშვილი დაარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილს ბევრი წლით მიუსჯიან პატიმრობას, რადგან ის იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან ის დგას ხალხის გვერდით და არის ბრძოლის წინა ხაზზე. ვისჯებით ყველანი, ვისაც გვიყვარს ქვეყანა, ვინც ვართ გულწრფელები და ვინც არ ვნებდებით, ეს სიტყვები თქვა დღეს დაპატიმრებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხდომათა დარბაზში. ჩვენ ახლა შეგვიძლია ტელეგრამ არხიდან კიდევ ერთი ფრაგმენტი მოვისმინოთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვიდან. დღეს აცხადებენ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო განაჩენს და მე რაციონალურია რომ მას მიგია აბსოლუტურად მაქსიმუმს. და მე მინდა უთხრა ლევანს გამომწვევა აქედან. ჯერ მომწ. მინდა გამომწვევა აქედან. არის ის კაცი და ის კაცი ცხრა ძინავს ხოლოდ თუ ყველა პატრიოტი მებრძოლი ალალი ადამიანი არის ხალხში. ლევან ნუ შეგეშინდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე ბრძოლის დიქტატორებთან, ბოროტების ძალებთან საქართველოს გადაიტანა და საქართველოს ამას ახლა იტანს. ჩვენ პირველი ჩვენთან განჩაღებული მომი, პირველი ჩვენ მოგვიწეს ჰიბრიდული ოპერაციები, პირველი ჩვენთან მოხდა საარჩევნო ჩარევა. ასეთია საქართველოს მეტეო ყველაფერი პირველად ხდება საქართველოში ახლა ეს არის წინა ხაზი ჩვენი და უკრაინელებს ერთობლივ ბრძოლის ამ დიქტატურასა, სიბნელესა, გაუთავებასა, სისასტიკესა, გაუნდობლობასა. მე რა მიხარია რომ არა ვარ. სოფოსთან არის ასეთად სახში რომ მათთან დაუყო სხვასაც მე აღარ დარჩა საქართველოში. და მე ვახარია რომ მისი უკეთესობელი ეს დედა რომელიც ასე კარგად გაზარდა. მას ვერ ნახავს, ხოლმე ორ დედაჩემ ვერ ნახავს.
და ნამდვილად დამხარია რომ ამ სიტუაციაში მის შვილებს ვერ ნახავთ, მის საყვარელ ადამიანს არ ნახავთ. მაგრამ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენ აუცილებლად ჩვენ ბრძოლას მივიღავთ ბოლოს. ეს არის ჩვენი ხვედრი, ეს არის ქართული ხალხის ხვედრი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მაშინ ძინავს მშვიდად, როდესაც ყველა მისი ოპონენტი ციხეში არის გამოკეტილი, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ახლა საჭირო არ არის კონკრეტული ადამიანების გარშემო გაერთიანება, საჭირო არის დროშის გარშემო გაერთიანება, მიმართავს პროდასავლურ ოპოზიციას, რომ არ შეეშინდეთ ციხით, იყვნენ თამამები, გააკეთონ ის, რაც ჭირდება ხალხს და რაც არის ხალხის დაკვეთა. არასეულს არანაირი შუასისტური პოზიცია. არასეულს არანაირი შუასისტური მდგომარეობა. ასეულს ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოს აქტუალობა სიდიადე, სოფლიოს პირველი რეფორმატორობა, ამერიკის პრეზიდენტი აღმოცენებაა. ეს არის საქართველოს სიდიადე და ეს არის საქართველოს უკიდურეს დაცემა ივანიშვილის სახით. გაუბედურება, გაფარჩაკება, გაბანძება. ამაში შუალედი არასეულს ნახევრად ბანძი, არასეულს ნახევრად მაგარი, არასეულს ნახევრად ძლიერი და ნახევრად სუსტი. არსებობს ან ძლიერი ან სუსტი, სიძლიერე ეს არის რასაც მე და ჩემი თანამებრძოლები გამასახიერებ. რაც მე გამასახიერებ, ეს არ ვარ მარტო მე. ეს არის მე კი არა ვარ, ეს არის ჩვენ, ეს არის საქართველო, ეს არის სიდიადე, ეს არის წარმატება. როცა ლაპარაკობ, სააკაშვილს არტიალე ვიდეოს ყველანი ციხეში სააკაშვილს უკაცრავდა. წინააღმდეგ ეჭვა იმედიოს. ნოვანი მოტვერდ ტოლერანტულ კრიმინალიზმი მაგ და კრიმინალი ციხეში. და ესენი ვისვავენ ციხეში. სოფლიოს ნომერ პირველ ბანკს, სოფლიოში განათლებულ, სოფლიოს დონეზე განათლებულ ახალგაზრდობას. ყველაზე მოაზროვნე ადამიანებს, წერლებს, პოეტებს. აი ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა და ორი სხვადასხვა სახე. მათ ხოდია ჩასწავლოს ხალხი. ნებისმიერ ბაზრობაზე არსებობს მათი ზონდე, რომელიც საკმარისია ვიღაცა გამოიყოს, ეგრევე გამოდის და გამზადებული მესიჯები დალაპარაკებს. აი ვინ არის ეს მართლა აკაცუკები, ეს მართლა არანაობები, რომელიც ატერორებენ ჩვენ ხალხს. არც არავინ არ არის. ჩემი აზრით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიარდეთ არც სახელების გარშემო. არამედ დროშის გარშემო. ვიღაც ამას მიშელ დროშას ეძებს. მაგრამ სინამდვილეში ეს არის დავით დროშა, ეს არის საქართველოს ისტორიული დროშა, ეს არის ის რაც ყველაზე კარგად ასახავს ჩვენ ისტორიულ მემკვიდრეობას და ამ დროშის გარშემო გაერთიანება არის ის რაც მოგვიდა ჩვენ წარმატება. არ ჭირდება ჩვენ პარტიული სიმბოლიკა. არ ჭირდება ჩვენ სხვადასხვა რაღაცა ესეთი ლოზუნგები და ასე შემდეგ. ლოზუნგი არის საქართველოს განთავისუფლება. და გაერთიანების ობიექტი არის საქართველოს ეროვნული დროშა, ხუთჯგუფიანი საქართველოს დროშა. ერთიანება ყველა უნიციპ ადამიანთან არ გამოვა. ერთიანობა მოღალატეებთან არ გამოვა. მაგრამ ერთიანობა ხალხის დროშის გარშემო ნამდვილად გამოვა. ჩვენ ეროვნული პრინციპების გარშემო ნამდვილად გამოვა. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ ის მხარს უჭერს 26 მაისის საპროტესტო აქციას, აღნიშნა, რომ მთელი გულით ის იდგება ქართველი ხალხის გვერდით და მიაჩნია, რომ ახლა მნიშვნელოვანია პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდეს კონკრეტული მიზნისკენ, გაერთიანდეს ხალხის დაკვეთის შესასრულებლად. ეს იყო მთავარი სათქმელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის. დღეს მან სტომათა დარბაზიდან მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სთხოვა დახმარება, უთხრა, რომ ქართველი ხალხი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დატოვოს, მარტო უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. დონალდ ტრამპს მიმართა და მოუყვა ვითარება არის ახლა ქვეყანაში. გამოეხმაურა ასევე იმ ფაქტს, რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს აბსურდული ბრალდებებით აკავებენ. ეს იყო მთავარი აქცენტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვის, რომელიც დღეს მან მის სასამართლოს ხდომაზე გააკეთა. დღეს 7 ნოემბრის საქმეზე ორი ექსპერტი უნდა გამოკითხოს სახელმწიფო ბრალდება. პირდაპირ